დილავშვიდობის ხალხო ვიდა მამალთა გესალმებით ეხა თავი ნახე ნინიკოსია ეს და სავარცხნით თითი გაბეჭედა რაიმე როგორც ხელოდა ღამე ღმერთოც ვერ დავისვენე ვუხედავთ იმისა რომ მართლა მაგარი დაღლები ვიყავ გუშინდელიდან რომელი პირველი ხდებოდა რომ მოვედით ნაუცბათელად ხო მომიწია წასვლა ანუ თითქოს არ ვაპირებდი არც მახსოვდა რაღაცა და ასე არ გავვარდი მცხეთაში გუში და ქვათახევში ყველაზე ის რა იყო იცი არ ვიცი ვინ ნახა და ვინ არა გუში ზუსტად მაგ დროს მქონდა TikTok-ის ლაივი პირველად ვიდეოში ხო თქვი რომ უნდა დავტესტოთ ხო რამდენად აგრესია წამოვა მეთქი იმიტომ რომ ზოგადად TikTok-ი ძალიან ეგეთი პლატფორმაა რა ყველა რჯულის სტილის და ტიპის ადამიანი და ყველა წლოვანების რო ანუ ნებისმიერ რაღაცა შეუძლია დაგიწერო. ხო და აუ მეთქი ვცადო კაი. ჩავრთე ლაივი ალბათ 20 წუთი დაახლოებით იმიტომ რომ მომიწია წასვლა თორე ალბათ დიდი ხანი გავჩერდებოდი უფრო ლაივში. იმიტომ რომ თან ვაკეთებდი ამას. ორი წამი ცოტა გაგწიოთ კიდე უკან არ გადატყაპანდეთ აი ეს მაქვს გაკეთებული სულ აი ნახეთ არ აქვს სალფეტკი რო ვიხმარე ეს სტრუქტურა არ აქვს დაფარული ტუალეტის ქაღალდი მეუხეშა რატომღაც ამისთვის და აღარ გამოვიყენე. ეს ჩემი ჯამიც ესე დარჩა. ეს გადასაღვერელია. ეხლა ამ წამს კი გამოდგება გრილა. მაგრამ დამჟავდება ეს. იმიტომ რომ არის კრახმალი. მინდა გითხრათ, რომ საერთოდ არ ველოდი TikTok-ის ეს 20 წუთი ერთი ცუდი არაფერი დაწერილა და არ ველოდი მართლა გამიკვირდა, მართლა გამიკვირდა. ცოტა სხვა წესები აქვს TikTok-ს ზოგადად, მაგრამ არ მაინტერესებს, იმიტომ რომ რა ძალიან სულ TikTok-ერი ხო არა ვარ და აი ესეთ დროს ხოლმე დავტესტოთ ხოლმე. ვიდეოს გადაღება მინდოდა და საერთოდ დამავიწყდა ვიფიქრე რომ ეკრანის ჩამწერით თქო ვიდეოს იმას იმიტომ რომ არ ვიცი ვიდეოები როგორ ინახება TikTok-იდან. მოგეუბნებთ აი როგორც YouTube-ზე არ ვიცოდი და დავიწყე ისე არა YouTube-ზე ვიცოდი რაღაცა წესები ვიცოდი TikTok-ზე საერთოდ არაფერი იმიტომ სხვადასხვა ის აქვს და აი არის ხოლმე მაგალითად რომ ლაივებს დაგეგმავე ხოლმე რომ აი ამ და ამ დროს ლაივში შემოვალ და რაღაცა თამაშები და რაღაც YouTube-ზე არ დამიგეგმია ლაივი არა სულ TikTok-ზე მოახერხებ არავინ იქნება სახში იმ ხრივ რომ ადგომა არ მომიწევს ვიღაცას არ შიოდეს ვიღაცას არ წყუროდეს და რაღაცა ეგ იქნება ჩემი დაგეგმარება. ჩემ თავზე იქნება მორგებული და არა სხვაზე. სხვაზე როგორ აი ვიღაცა რო თამაშეს. აი ესე რა.
ახლა გუშინდელ დღესთან დაკავშირებით მინდა თქვა ქოთაღებში ვარ ნამყოფი, ხა ადრე ვარ ნამყოფი და ვიცი რა სადაც წავედით რაღაცა. მეცნო ის ადგილები, თუმცა წლების წინ ვიყავი რა და დიდად მახსოვრობაში მქონდა მეთქი ისინი ვერ გეტყვით მაგას. და დიდად მაშინ ან ვინმეს რამე აუხსნია. ერთხელ ადრე როდესაც მამა ლევანი იყო ჩვენთან ტაძარში, ხლა ღვთაების მონასტერშია, ერთი ქადაგება მოვისმინე მისგან რა. რომ წლების წინ, როდესაც ქრისტიანობას დევნიდნენ, მოკლედ ოჯახი დადიოდნენ ტაძარში, ხო მაინც დადიოდნენ ხოლმე და ქრისტიანობას ხო დევნიდნენ, ხან აშინებდნენ, ხან ტაძრებს ანგრევდნენ, ხან რა და მოკლედ ერთი ოჯახი დადიოდა ბავშვი და ბავშვები დაყავდა მოკლედ ტაძარში ერთ ქალს. ხო და დაუგეგმიათ რომ ტაძარი უნდა დაიწვასო. და ამის მეზობელს მოусმენია თუ რა ახლობელს თუ რაღაც. და მოკლედო დაგეგმეს რომ როდესაც ქრისტიანები ტაძარში შევლენო, კარები დაუკეტოთო და ამოუწყვათ ყველანი შიგნითო და საღამო ხანს ამან გააფრთხილა ეს ქალი რომ ხვალეო ტაძარში არ წახვიდეო. ხვალ ტაძარში არ წახვიდეო, იმიტომ რომ ამას გეგმავენო. და იცოდეო რომ შენ არ მოყვე მაგაშიო. შეეცოდა ის ქალი თავისი შვილებით და გააფრთხილა რომ არ წასულიყო ტაძარში. მეორე დილით დაინახა ეს ქალბატონი თავის ბავშვებით ტაძრის მიმავალ გზაზე და გაუცდა რომ ხო გითხარიო რომ არ უნდა წასულიყავი, ხო გითხარი დღეს რას ცაპირებენო და რატომ მიდიხარო, რატო წირავო ბავშვებს. ან ბავშვები მაინც დატოვებდა შენ წადიო და არ დაუტოვი ამ ქალს. ვის დაუტოვო? ურჯულოებსო და წასულა ტაძარში. იმ დღისით დაკეტეს მონასტერი, დაკეტეს ტაძარი და გაუკიდეს ცეცხლი. და ყველანი ამოწვეს იქ. თქვენ გინახიათ ქვაზე გადატანილი ადამიანის სხეული? რო შევედით გამაცი. რო შევედით მონასტერში, ტაძარი. იმ ტაძარში არის ყველა კუთხე კუნჭულში არის ხალიჩა დაგებული. ყველა კუთხე კუნჭულში მთელი ზედაპირი არის ხალიჩით დაფარული. და სხვათაშორის მარტყოფელი მამაო არის იქ მოღვაწეობს მარტყოფელი და ძალიან თბილად მიგვიღო და ეს ისტორია გამახსენდა მე. აი ეს სადღაცას ყური რომ მოვკარი ქადაგების დროს ის ისტორია გამიცოცხლე, იმიტომ რომ პირდაპირ კავშირი იყო, ანუ იქ ვიყავი, სადაც ეს მოხდა. და ისა აწია ერთი ადგილას ხალიჩა, სადაც მკვეთრად ჩანთა ადამიანის სხეული ქვაზე, ხერხემალი, მენჯისძვლები. აი ეს მოკუნტულ მდგომარეობაში როგორ იყო დამწვარი. და ეგ ხდება მთლიან ქვაზე ადამიანის სხეულები გადატანილი და აფარია ხალიჩები. და ძალიან ისეთი მოსასმენი იყო. და მაშინ გავიე, მაშინ და საკელი რა, რომ როდესაც ეგ ქადაგება მოვისმინე, რომ აი რამდენად ძლიერი პიროვნებები ცხოვრობდნენ მაშინ, რომ ანუ შვილებიც კი არ დატოვა ამ სიკვდილის ისქნა, იმიტომ რომ მე რა იქნებოდა კაცმა არ იცის და ამჯობინა რომ ქრისტესთვის
მის გზაზე ყოფილიყვნენ და არსად არ გადაეხვიათ და მისთვის შეეწირათ რომ იტყვიათ თავიანთი სიცოცხლე ხელად ძლიერი უნდა იყო და რა მაგარი უნდა იყო ადამიანი როგორი ძლიერი უნდა იყო აი რწმენის მიმართ რომ წარმოიდგინე ხა რომ გითხრან რომ ანუ ცირა დღეს რაღაც არ წახვიდე ეკლესიაში იმიტომ რომ უნდა დაწვან და იქაურობა უნდა დაბუგონ ცეცხლის ალში უნდა გავხვიო და დილით დგები და მიდიხარ გეკონება აი რა ბავშვებიც რომ იყო აი ეგეთ ძლიერ ხალხზე დგას დღეს ჩვენი საქართველო და ქრისტიანობა ზოგადად მასეთმა ხალხმა მოიტანა აქამდე არანაირ რა თქმა უნდა ხა როგორ არა მაგრამ ხუთლების და ის დამსახურება არ არის მარტო რომ ისევ არსებობენ ესეთი ძლიერი ხალხი ამ დროსაც კი კარგი იყო მე ჩავედით ქვემოთ მხარეს და შევწვით მწვადები ვიქეიფეთ ვიმღერეთ წამოვედით გიტარა ჰქონდა ივანეს წაღებული ნიკოლოს ფანდური და მთლიანობაში კარგი გამოვიდა თუმცა მე როდესაც მაგ ვლოგს ვდებდი ანუ რომ გადავიღე რა ვლოგი წასვლისას ეს ტელეფონი რომ ახალი ტელეფონი ძალიან მალე იტენება სადღაც 8-9 წუთში 100%-მდე ადის 0-დან რო ისაქნა რა ხო და ლაშამოდარე კარო ჩქარა-ჩქარაო და წავედითო და რაღაცა იყო 23%, ანუ არ მიმიქცევია ყურადღება, იმიტომ რომ გუშინ ეს ტელეფონი არ გავმიყენებ. სანამ ჩავიცვი, მაშინ შევაერთე ალბათ 3 წუთში და ავიდა 56%-მდე. კიდე 1-3 წუთი რო ყოფილიყო, სრულად დაიტენებოდა და მოკლედ როდესაც ვლოგის გადაღება დაგავასრულე გუშინ რა, რომ აი თან მაქსიმალურად ვცდილობდი რომ ბატარეა დამეზობა, მაქსიმალურად შუქი არ მქონდა წეული რაღაცა და ნუ დავამთავრე რა ბოლოს აი ეს მწვადების ამოყრის ცერემონიალით მოკლედ და ის სიმღერები აღარ გადამიღია ამ ტელეფონით და მაგითო ვლოგში ვერ მოხვდა. თუმცა იმ ტელეფონით რო გადავიღებ ვლოგს, იმ სიმღერებს აუცილებლად ბოლოში დავუთავებ, რომ არ უნდა იყოს ეგეთი რაღაცებიც, მოგონების სახით უნდა დაიტოვოს კაცი. მთლიანობაში ეგ მივყევი და ერთი მხარეც ისქენი დავფარე საფეთქით. აი ეს პროცესი მიყვარს, აი ესე რო არის და ფუნჯზე რომ მოყვება და ეკროვა. და ის გადაბმის ადგილები აღარ ჩანს. ერთი ის რომ ამას თეთრი საღებავის წასმა აღარ უნდა, იმიტომ რომ ეს არის უკვე თეთრი სალფეტკი. და მეორეც ის რომ ამ სალფეტკი იმდენად კარგად გადადის ერთმანეთზე, რომ აი ეს ნაწიბურები არ რჩება. ვლოგი დაიდო რომ მოვედით მაშინ, იმიტომ რომ 23%-ზე რო ჩავავიდა გავთიშე ტელეფონი. არ მინდოდა რომ წითელ ზონაში გადამეყვანა ჩემი ახალი ხვანცალა ტელეფონი. მე ტექნიკას ხო იცით, მაგრამ თუ ოღონდ ხუმრობის გარშე. გინდათ მაგარი რამე გითხრათ, გუშინ წერმაიკო სალამ. მოგიკითხავ დიდი სიყვარულით და მადლობა, რომ აი ასე ენდობი ჩემს ხელს და იმის მიუხედავად, რომ ეს სახლის საერთოდ ალბათ ამ ეს 10%-ია, რაც ჯერ გაკეთებულია და მთელი 90% წინ არის, რაც უნდა თლიანობაში გამოვიდეს და ეს ამ სახს უკვე გამოვიჩნდა მსურველი და რო გაკეთდება მან უნდა იყიდოს, ასე რომ სახლი გაყიდული.
აი ძალიან ემოციური იყო გუში რომ მომწერე რომ ჩემი ქვის გოგო ყავს პრომას და ძალიან ემოციური იყო რომ ვიცი რომ კარგი გამოვა და არავის არ შემიიღო უღრმესი მადლობა ნდობისთვის და ამაზე მეტი კიდე რა უნდა გინდოდეს ადამიანს რომ რაღაცა საკეთებ და იცი რომ ვიღაცა ელოდება და ვიღაცას რომ მოწონს ეს ყველაფერია ჩემთვის ყველაფერი შეკვეთას როდესაც ვაბარებ ხოლმე ნებისმიერს ველოდები რეაქციას უკუ რეაქციას და ნერვიულებს სანამ გავიგებ მოეწონა თუ არა და აი ღმერთს მადლობა რომ ისეთ შემთხვევა მქონია რომ ვიღაცას ან უკან დაებრუნებინოს ან საყვედური მოიწვიოს ვინმე რას მოუკვდები ალბათ ვიღაცამ რომ ანუ ეგრო დავიმსახურო რა თორე ხა ტყუილა ხო არავინ მომწერს არა TikTok-ის ლაივებს ჩავთავ ხოლმე აი ესეთ დროს ნახევარი საათი იქნება თუ რაც იქნება არაფრის დაგეგმას არ ვაპირებ საერთოდ არავის ცხოვრების განხილვას არ ვაპირებ ზოგადად TikTok-ში რაც ხდება ხოლმე საერთოდ არ მაინტერესებს არავინ როიტყვიათ სადაც YouTube-ზე ჩემ ჭიას ვახარებ ისე იქნება TikTok-იც აი ესე აი მე დილასაც გამოვიდა ჩემი ახლემი აი მე ყველაზე სასაცილოებით ხარ ეგ ახლემი ხო გარეთ ამყავ ხოლმე ახლემი და ერთი ეგეთი მოზარდი ახლემი ყავს ბაღის იქით ანუ ყველა საჩხუბებოდა ეს დიდი და გადმოვაგდე მაგიტო თუმცა სეტკა ხოა და აქედან ერთია ხოლმე და აქედან მეორე ანუ ერთად არიან სეტკა აქვს შუაში და ღამე რომ მოფინდება ერთად წვანან ხოლმე უბრალოდ სეტკა აქვს შუაში ხო და ეს არის დედალი შიგნით მყოფი ოღონდ პატარაა ჯერ გიამ ვინც მომცა ეგ სულ ეკითხებოდა რომ ისა არ და კვერცხე და კიდო და არა ვფიქრო ჯერ პატარაა თქო და არა გია ხო და ამას ხო ცუდი ხმა აქვს რომ ყივის საშინელი ხმა აქვს აი ეგეთი რაღაც აი ვიღაცა ფეხსაცმელით მიკაკუნო ცოტა და ეჩქარება მარშრუტკაზე ამას გავწევ ხო და ისა ვაგდებ ხოლმე იქით ხარ ეს ინდაურები სადაც შენ ყო და კარებს ვუკეტავ და ცოტათი ვუტოვებ ღიას რომ ანუ ძალიან არ დასწრეთ და რაღაცა შემიცავდნენ ეს ორი დღე აღებს კარებს ქათა გამოვიდა და ფანჯრის წინ აი ზედ ტვინზე დგება ტვინის უჯრედებზე დგება და იქა ყივის წუხერ შევაგდე სანამ გააღებდა შევაგდე და ღია დავუტოვებ დღეს აღარ დავუტოვებ ღიას ანუ ხო შევაგდე ეს ახლა ის პატარა წივის ეგეც თავი მოვაჭრე მაგათ ხო და სიზმარში ხორა რომ ძინავ ჩამესმა ყივილის ხმა ეხა სიზმარშივე გავაანალიზე ის მუყრუთა ყვილის იმიტომ რომ ჩაკეტილია მიხურულია კარი ეს ორი მამალა იაპონკები რომ ყავ აგი როგორ ციკვინებენ ხო ხედა რაღაცას ხალ გესმის მანანა ჩემთვის ეს იაპონკა ხა ეს ხო და ჩემთვის ვეუბნები რომ ანუ ისიც რო იყოს გამოშვებული იმის ხმა არ არის იაპონკის ხმა არა ჩაოლებრივი მამლის ხმა არ არის იმიტომ რომ ის უკან საქათმეში არიან ჩაკეტილი თქვენ ეს ძით რა მოხდა და დღეს პირველად დაიყივლა დედალმა არა დედალი რომ მეგონა მამალი ყოფილა იმიტომ რომ მაგას ვიზუალურად არ ეტყობა ეგ როცა მომცა გიამ ორნი დადიოდნენ და მომცა პატარა იმიტომ რომ პატარები არიან დედლები ხო და კი მომცა როგორც დედალი მაგრამ აღმოჩნდა ის უბრალოდ პატარა იყო ჯერ ტანეტი არ იყო პატარა იყო ხო და ეხლა გამიმამალდა მე ანუ ორი ის თეთრი მამალი
ანუ მე ხამ ორი ემილაკლი მიყავ. ასე გამოდის. ამ ჭიქაში ყავა აღარ უნდა დავისხე, იმიტომ რომ ქაქანებ და ყავა გამიცივდა. გუშინინოსთან ადამიანები ვერ დავრეკავდი ფიზიკურად, ხო, არ ვიყავი სახლში და ინტერნეტი იჩავთე, მაგრამ მაინც. ესე იგი, გენაცვალი, აი ყოღო. ღორები ყოღები დაფრინავდნენ და ან თუ ზედ დაიკლავდი ხო, ტყლაშ სისხლი. ყველანი ესე შვებოდნენ და მე ხო მივხვდავთ იმისა, რომ არა მაქვს მუქი კანი რაღაცა. აი მე და ბარბარის გვაქვს ერთი სისხლი. ბარბარი ჩემზე კანით მუქი ფერის კანია. ადამბლავებენ ყოღები, აუბედურებენ ყოღები. ხო არის რომ აი სისხლი რაღაცაო, სისხლზე არა, სისხლზე არ მოდიან ყოღები. რაღაცა სხვა იციან. იმიტომ რომ ერთ და იგივე სისხლი და ყოღოს ჩემთვის არასოდეს არ ვუყი. ჩემ ძმისთვისაც არ უკმენია ყოღოს გიორგისთვის. ირაკლის აუბედურებდნენ ხო. ანუ აი ესე დაველოდები, დაჯდება აი თუ ეწოდება მუღამი არა გაქვს რომ ზედ დაიკლა არ გიკმის რა. ან არაფერი ნაკმენი ხო არ მქონდა, მაგრამ არ ვიცი რაღაცა იყო შხამიანი ბალახები, აი ნუ შხამიანი როგორ აი ქავირს გაწყებინება და იმებს შევეხეთყო. ასე იგი ხო ვიჭიქ და აი ესე შვებოდი ფეხებს. და რომ მოვედი და მეთქი ესე როგორ დაწვევი ახლა ადამიანი და წყალი რო გადავივლე და ფეხებთან ეს ცხელი წყალი რომ მივუშ. ვაიმე, კინაღამ არ გამოუვარდია ბატონო ხარ. აი მთლიანი მუხლების ქვემოთ აი გქონება ვიღაცა რა ვიცი აი ისი ამქავდა დამეწვა ამქავდა დაგაზულდა რამე არ მქონდა ანუ ხელს ვისმევდი უბრალოდ რომ ხელ ხარ დავილურჯებდი ფხანა რა უბედურობა ხო და ვერსაცხი საპინცი საუქინდა გადამიარა ესე იგი რა ბალახები იყო ეგ არ ვიცი დიდი ფოთლები იყო რაღაც მინაც დაშუშხა გუშინ ყაჭაპური ჭამე სხვა შორისაა ისე რა ლაითად ჭამე რომ მეგონა რომ მე ქათმის ხორცს შევჭამდი დღე გუშინ წინ იმის წინ სახში აგენ მე მგონი კიდევაც არის ერთი სალცარი ჭამე სურვილი არ მაქვს რომ აი სვიმასო ფაი წვადი რომ აუ ხა წვადი იყოს რომ აპაპაპა ხინკალი იცოდი ხინკალი მომინდება ერთადერთი კერძი რაც აი ხორცისა შეიძლება რომ მოგინდეს არის ხინკალი განარჩენილი პირს აღარ ვადებ მაგარ მინდა გუშინ ეს ერთი წვადი შევჭამე და ერთი ხაჭაპური და ერთი ლობიანი და ერთი ბლინჩიკი ხო და სანამ ეს დავჯებოდი მაგრად მიშიოდა და ცოტა პური შევჭამე ამიტომ ანუ ვიცი რას ხვდები ნელ-ნელა ჭამა მიყვარს ხო ჭამა მიყვარს და შეიძლება რაღაცა არ ამშიოდა და რაღაცა მინდოდა და უბრალოდ უნდა მე მინდოდა რომ ეჭამა ანუ ეხლა ვატყობ რა ამ ჩემი აი ეს დიეტა კი არა აი წინაზე რო თქვი კუჭს რო ჩაიკითხები ქშია და რა ხო მშია აჭმევ არა მშია მაგრამ მინდას აღარ ვაჭმევ ხო და ანუ ეს რო გავითავისე და ამას რო ვაკეთებ ანუ ეს რაღაცა ამბიციაც რო აი არა ქშია მაგრამ მოდი ჭამოთ გამიქრა ვატყობ და რა მაგარია იცი ძალიან აუ ამას დავჭირხევში და ამას წინათ მე ვიდეოები ჩავთე სადაც ესეც მისის და ისიც მიწის ის თბილი და ტკბილი რომ ყავდა. ვაი მიჩემო პატარა როგორ ახალ. ტანი აქ თორე მოდლა უტვინო ხალხო. პატარა ბავში. ეს არის ჩემი სიხარულის ბიჭი. ეს არის ჩემი ამანაც ისწავლა რომ თბილი უნდა იყოს, მოგეფეროს, ჩაგეხუტოს. მაგრამ ისუ სხვა იყო. ეს მამალი არ გინდა გაჩუქოთ ხარ. როგორ არ ხეინათ ზივარ, იმიტომ რომ
რაღაცები არის საჭმელი, კვერცხი არის ბოლო-ბოლო, თუ რაღაცა შეიწოვე. ანუ არაფერს არ ვაკეთებ. ცოტა ხანში გამოვუშვებ იმ ქათმებს. ამოვაგიოგი და წავალთ სამსახურში. დღეს სამსახურის დღე მაქვს. დღეს საშინლად ცხელი დღეა, ხალხო გამოცხადებული და ვიზიარებ უკვე. მართალია მე იქ ვერ გავიგებ იმ ცხელი დღისას, იმიტომ რომ იქ წყალთან ბიტონი, წყალი, გაყინული თევზი, ვერაფერსაც ვერ იქ. მე, ჩემი ბიჭი, ჩემი სიცოცხლე, ჩემი უჩა. ჩემი ლამაზი უჩა, თუ როგორ არის? უჩა. ჩემი უჩა ხარ. უჩა თავს უშველე, უჩა თორე ქეთი გაგოუბედურებს, უჩა. ვინმე შუჭომი ხომას რა, იყავი ცოტა ხანი რა, გეხვეწები იყავი რა. გულდი. ვაიმე გუშინი ცვითი ქვათახევში კალმახი დაიჭირა ჩვენმა მძღოლმა. მდინარეში კალმახი. საკმაოდ დიდი, სადღაც 20-25 სანტიმეტრი იქნებოდა. რა მაგარი იცი? ხო გავუშვით რა თქმა უნდა, ეხლა შეგვიწვია და არ გვიჭამია, იმიტომ რომ მე პატარა, რამხელა კალმახია, რამხელაო და გადავხედე, იმიტომ რომ მე ჩემი თბილი რა ტკბილი ხარ, ეხლა სითბო მსიამოვნე. ამხელა ხო იყო, ამხელა და მიდი გადადი ისევ აი აკლემა დაიყვირა. დედალმა აკლემა, დედალი რომ მეგო. ანუ ამხელა ხო, ამხელა იყო. დიდი არ იყო რა ხა, ალბათ აი ესეთი ქონდა სიმაღლე და ესეთი. 25 სანტიმეტრი. ვაიმე რამხელა კალმახია. რაღაცა რა და მე პატარად მომეჩვენა, იმიტომ რომ სამსახურში აი კალმახები. ამ ხელებს ვაკეთებთ. იქ ისეთი იყო და რა დიდია. ხო და ლაშას ვეკითხებ ეს დიდი რატოა თქვა, ანუ ისევ ქვირითობის პერიოდი. ამან მეთქი ხა ქვირითი უნდა ისქნა და კი ან ბავშვად მომეჩვენა იმ თევზებთან, მე რაც მაყავს რა, იქ დიდი კალმახები ნანა. დავუშვით რა თქმა უნდა. არ გვიჭამია. დავაცადეთ ცხოვრება. ეხა იქნება დაახლოებით 7 საათი შეიძლება იყოს. მე მგონია რომ ნახოთ, საიდან ვნახოთ მანანა? ზუსტად 7-ია. საათი ნახევარი მაქვს დრო. არ შეიძლება რომ ზიარ გამოვიდეს დღეს და იყოს სიგრილე, აი ხარ კარგი. ეხლა ავანტრებს გადავწმე და იმიტომ რომ გუშინ არ მიქნია და ყოველდღიურად თუ არ გადაწმიდე, რა ვიცი, რაღაცა ხდება ხო. ხო და ისინი უნდა გამოუშვე. ინდაურები ცოტა აქეთ უნდა გადმოვდგა, იმიტომ რომ კარგად ზის გულზე არიან ხოლმე და ცოდოები არიან. ფისო. კი აფარიათ ის, მაგრამ იმდენად ან ჩრდილში უნდა დავსვა და კიდევაც დავაფარო ზემოდან რა, ეს ხის ნაჭრები, რომ ცოდოები არიან. ეხა აქეთ სკამზე იწიქი, ხა მან დახვადი ხა და ყველაფერი უნდა გააბეწვიანო. უჩინგინათ რო ვიყო. აი ქარი ბაკის ქვეშ ორი კვერცხი არის იმისი. იაპონკის და მინდა გამოვიყო და შევაერთო უკვე ის რა ქვია. ინკუბატორი და ჩართო. სასაცილო კვერცხებს დავიმას ვიზავ. ნიშანს დავადებ, რომ მე დღეში ერთხელ გადავატრიალო. დღეს მოინათლა ყივილისთვის.
კაი რა. აი ხო იღურება ხოლმე და მე წვეთები გამს, ამიტომ უნალექოს ვსვავ ხა და აღარ გავაკეთებ ამ ჭიქაში უნალექო ყავს. ხელი რატომ ტკივა? გილაობით თქვენც გაქვთ ხოლმე ეს მომენტი, რომ ხელები გაქვთ დასიებული? აი თითქოს ბოლომდე ვერ უჭერ ხელს და ვერ უშლი. აი მაქვს რაღაცა ეგეთი შეგრძნება. ავედი ხა ბევრს აღარ მოგაცდენთ და შეგაწყენთ, იმიტომ რომ მეც ავდგე და მოვდგე დილის სასიამოვნოდ სანამ გრილა და მე ნელა ავიბარგოთ. ვაიდიდა. წავიღება არ მოიწყინოთ და ამის წინა ვიდეო არის მოკლედ იმისი ცხეთა ქვათახევის და ვისაც სურვილი გაქვთ ნახეთ. ვლოგია ისეთი, რომ ანუ უბრალოდ გადავაბი, არ მილაპარაკია ვლოგში, ხმარა მომიღია, არ დამიდია მუსიკა, აი რაც გადავიღე, ეგ ავტვირთე. ორიგინალი. დროებით, აბა, მეორე ვიდეომდე. ესეც წავედი. კარგად. ბედნიერი დღე.